ხალომში ერო ხალხო მოგესალმებით გერმანიიდან, უფრო სწორედ კიდე თელავიდან, ჩვენ ვიმყოფებით HB თელავში და გავსინჯავთ ადგილობრივ უგემრიელეს კერძებს. არომატები არის საოცარი. შეიძლება ცოტა ხმაური შემოვიდეს, მაგრამ რას ვიზავთ? კაი რესტორანში ხალხი ყოველთვის არის. მოკლედ რა გვექნება დღეს? სამი სახეობის ხინკალი. ეს არის ნადუღის, რომელიც სხვათა შორის პირველად ვინჯავ, ქალაქური და მთიულური, ასევე გვექნება ტოლმა ვაზის ფოთოლში და უგემრიელესი წვადი, ეს არის ნეკნის დაფა. თავიდან ბოლომდე თავისი ქართულად არ ვიცი კარეიკა როგორ არის, უნდა დავუგო, მაგრამ თლიანი ნეკნი არის და საოცრად გემრიელი არომატი აქვს. რავი, ესეთი არომატი, კახეთში ვართ, ეხლა სხვა როგორ უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, ქაბაბი. მოდი ტრადიციულად დავიწყებ ხინკლით. აბა გავსინჯოთ. ძალიან წვნიანია. კიდე ეცას გავსინჯავ, განახებ თუ რამდენი წონი აქვს. იცით როგორი ხინკალია? იმდენად ხელი ცომი აქვს, მეგობრებო, რომ შანსი არ არის, რომ აი ეს შეჭამო 20-30 ცალი, 50 ცალი, რომ პატარაზე მაინც კუჭზე დაგადგეთ. ძალიან მაგარი ცომი აქვს, ოღონდ მართლა. აუცილებლად შევამოწმებთ წვნიანობაზე. ეხლა უკვე მთიულური. ახლოდან მინდა გაჩვენოთ, რამდენი წვენი აქვს. თან დასხმა არ მინდა. მაგრამ ეთყობა არა დავასხავ. ძალიან წვნიანი, ძალიან გემრიელი ხინკალია. ფასები ამონახდება, სხვათა შორის საკმაოდ იაფი არის. და ეხლა კერძი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი. ეს არის ნადუღის ხინკალი. არ ვიცი გაგეშინჯიათ თუ არა, მაგრამ ცოტა იშვიათობა არის, კახეთში იციან. ცოტა ერბოც მიცეთ. და აბა გავსინჯოთ ნადუღის ხინკალი. ძალიან მაგარი რაღაც არის, სულ არის სავსე ნადუღით. და გემოც ძალიან კაი აქვს. მოდი ცოტა ერბოსაც ცოტას დავუმატებ და აბა გავშინჯავ, როგორი არის ერბოთი. ესე იგი, რა შემიძლია ვთქვა ამ დაწესებულებაზე? გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან გემრიელი კერძები აქვს, ჩვენი ყურადღება მიიქცია თავიდან იმან, რომ Google Maps-ზე აქვთ 4.9 შეფასება. სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათობა არის, რომ კვების ობიექტს 4.9 ქონდეს შეფასება, ამიტომაც გადავწყვეტეთ შემოსვლა. რომ შემოვედით, გარემოს დაგათვალიერებინებთ, აი ჩათვალე თითქოს და ხარ მუზეუმში. აი ისეთი, ასე თქვა, გარემო არის, ისეთი მოხატულობა არის და ისეთი დეკორაციები არის, რომ აქ გარდა სასიამოვნო კერძებისა, გარემოც დამატებით სიამოვნებას განიჭებს. 3 წელიწადია რაც თელავში არის, სხვათა შორის და ჩემი სალით იმსახურებს ერთ-ერთი საუკეთესო კვების ობიექტის წოდებას. ეხლა კიდე გადავა ქაბაბზე. მე ესე გვერდითაც ვასხავ ხოლმე, ეხლა არ მეჩხუბოთ გვერდით რატო ასხავ, იმას პიმპლს რატო არ უშვები. ხარხო, გემრიელად მინდა ვჭამო, ეგრე მისწორდება. გამიწყარეთ საქმე. აბა ეხლა გავსინჯოთ ქაბაბი გემოზე. შეგიძლიათ შეხედოთ კუჩას. კაი წვნიანი ქაბაბი არის. კაი გემრიელი ქაბაბია. მაგრამ ეხლა რაც გავსინჯებ, ყველაზე მეტად მომეწონა ნადუღის ხინკალი. თან უცხოარი. რა არის კაი ხინკალი, კაი მწვადი, კაი ლუდის გარეშე, ხო და? ერთი კათხა ლუდიო,
აუცილებლად უნდა მიირთვალყო და თქვენ გაგიმარჯვოთ, მე გამიმარჯვოს, ყველას გაუმარჯვოს. რა? ლუდში ნაღრად პროფები არიან, ეხა გერმანელებს ლუდი რო არ შეეშლებათ. რა თქმა უნდა, კახეთში რო ჩავდივარ პირველ რიგში მახსენდება ტოლმა. ეს არის ვაზის ფოთოლში. აბა გავშინჯოთ ჩვენი ტოლმა არაჟანიც. ცოტა. აბა გავშინჯოთ ტოლმა. ყველას გონია რომ ტოლმა არის სომხური. შემდგომში დოლმა არის სომხური. ვაზის იმაში უკვე კახური არის. ყველაზე გემრიელი შემოვინახე ბოლოსკენ. ეს არის თლიანი ნეკნი. აისა. აი, დიდი ნაჭერია. საოცარი არომატი აქვს. მოდი აბა დროებით ამ დანას ვითხოვებ. წვადი საერთოდ ხელით იჭმევა, მაგრამ ეს არის ღორის სტეიკის მწვადი. ასე რომ ვეპატიება. ვეღარ ვლაპარაკობ. ის რაფაელოს რეკლამა რო არის, ეგ ტყუილია. ეს უნდა იყოს ზედმეტი სიტყვების ნაცვლად ნეკნის მწვადის დაფა. ამ მწვადს პირადად მე 9.5 ნამდვილად დავუწერ 10-დან. შეგახსენებთ რომ მაქსიმალური არის 10 და 9.5 არის საოცრად მაღალი შეფასება. ეხლა გავშინჯავ უფრო ნეკნის მხარესაც. ცოტა ხახვიც მივაყოლო. რაც არ უნდა ვთქვათ, კახეთი მაინც არის მწვადის სამშობლო. არსად ესეთ გემრიელ მწვადს არ ვწავენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ და ეს არის მოცემულობა, რომ საუკეთესო მწვადი არის კახეთში. ჭვრიანი, არომატი აქვს საოცარი. და რა უხდება მწვადს? ლუდი. მოკლედ გადავარ შეფასებაზე. 9.5 უაუცილებლად წყალი არ გაუვა. რაც შეეხება ხინკლებს. 9 ქულას დავუწერ ნადუღის ხინკალს, მართლა ძალიან მომეწონა. 8.5 ქულას დავუწერ, იმიტომ რომ მე მაინც ცოტა მიჩვეული ვარ თის ხინკალს. ცოტა დიდი ბოყბოყა ხინკლები რო არის, მაგრამ ვისაც გიყვართ თხელი ჩომი, ეს ხინკალი არის თქვენთვის იდეალური. ანუ ეს ხინკალი არის, აი რო შეჭამ რამდენიც გინდა და რო იცი რომ ორგანიზმს ამით არ დატვირთავ. რაც შეეხება ქაბაბს დავუწერდი 8 ქულას, ცოტა უკეთეს ველოდებოდი და რაც შეეხება ტოლმას ვაზის ფოთოლში ამ კეცას დავუწერ 8 ქულას. საბოლოო ჯამში კვების ობიექტს HB თელავს ძალიან მაღალი შეფასება ინტერიერის, სერვისის, სისუფთავის და აი ამ მწვადის ხარჯზე. მოკლედ დასასრულს ამ ლიტრიანი ლუდის კათხით თქვენ გაგიმარჯვოთ ამ საოცარი ლუდით, მე გამიმარჯვოს და ყველა კაი ადამიანს გაუმარჯვოს. აბა შევხვდებით შემდეგ გადაცემებში.